ეთერშია ეპშტეინის კუნძული. სამშვიდობისა მეგობრებო, დღეს ვართ ეპშტეინის კუნძულზე, ისე შეუცვლელი შემადგენლობით ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და ფილოლოგი ზაზა შათირიშვილი და გურამ ნიკოლაშვილი ისტორიკოსი, ანალიტიკოსი, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს სწორედ ფილოსოფოსის და ისტორიკოსის ხედვა მიმდინარე პროცესებზე. დღეს კი განვიხილავთ ორ ძირითად მოვლენას, ეს არის მორიგი ესკალაციის ეტაპი მასკსა და ტრამპს შორის, რომელიც აი ამ დღეებში იფეთქა და სკანდალური ინტერვიუ, პრაქტიკულად ესეთი საინფორმაციო ბომბი გასკდა, როდესაც პიტერ ტილმა მისცა ერთ-ერთ ამერიკულ პოდკასტს ინტერვიუ, სადაც ანტიქრისტეს მოსვლაზეც ილაპარაკა, ამ თემას უნებრივია ძალიან ბევრ დროს დაუთმობთ, ძირითად დროს დაუთმობთ. ახლა კი მოდით მივყვეთ ქრონოლოგიურად თუ რას მოყვა ეს ესკალაცია მასკსა და ტრამპს შორის, ანუ გუშინ სენატმა მიიღო კანონ პროექტი One Big Beautiful Bill. ამას ფიქრობდა ტრამპი სათაურზე, ის მაინტერესებს. მოკლედ სენატმა მიიღო გაჭირვებით ვენსმა ისარგებლა თავისი უფლებით, იცით რომ ვიცე-პრეზიდენტი არის სენატის წევრიც მათ შორის და ესე იგი აი ამ უპირატესობით მიიღეს კანონი, რომელიც გულისხმობს რას? იქ არის ჯერ საუბარი არის იმაზე, რომ უნდა აწიონ სახელმწიფო ვალის ლიმიტი. ეს კანონ პროექტი $5 ტრილიონ მოითხოვს. ესე იგი ამ კანონ პროექტის მიხედვით იქ 3.2 ტრილიონი დაიხარჯება სხვადასხვა შეღავათებზე და მათ შორის ეს შეღავათები გავრცელდება პენსიონერებზე, ისახება, ხო გარდა ამისა ეს როგორ არის ჩაის რო უტოვებ ქართულად როგორ ქვია მას? ტიპი არ არის ქართული. ტიპი როცა ხარ ტიპს როცა დავარ. მოკლედ აი როდესაც უტოვებთ ტიპი წერია. იქ გადასახადები იყო დაწესებული თურმე შტატებში, მე არ ვიცოდი, დიდი ხნის განმავლობაში და აი ტრამპმა პრინციპში გააუქმა ეს გადასახადი. ანუ ამ თვალსაზრისით მოიგო აი ეს ხმებიც. მოიგო პენსიონერების ხმები, მოიგო იქ კიდევ უამრავი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები, სამაგიეროდ შეუმცირა ესე იგი სტუდენტებს აი ეს პრობლემური კრედიტების გაზრდის საკითხი. ასევე შეუმცირა აი მედიკერის მეშვეობით, ვინც იღებდა ამ დაზღვევას და ამბობენ და დემოკრატები არიან აღშფოთებულები, რომ დაახლოებით 12 მილიონი ამერიკელი შეიძლება დარჩეს აი ამ სადაზღვევო პოლისის გარდა და რა არის ამერიკაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მედიცინა მსოფლიოში, წარმოიდგინეთ. და გარდა ამისა მოახდინა სხვა ტიპების ხარჯების შემცირება და რა თქმა უნდა ელექტრომობილები ვეღარ მიიღებენ დოტაციებს და ვეღარ მიიღებს მთელი რიგი სხვადასხვა ესე იგი ამ ტექნოლოგიური ინდუსტრიის სეგმენტები. აი სწორედ ამით არის გამოწვეული მათ შორის მასკის პროტესტი, დახშფოთება და აი ტილის ინტერვიუს განხილვაზე როცა გადავალთ, იქაც არის ეს ობერტონები, უკმაყოფილების. მოკლედ მიიღო თუ არა ესე იგი სენატმა აი ეს გადაწყვეტილება, მასკმა გამოაქვეყნა თავისი პოსტი. აბა პროდიუსერებს ვთხოვ გვანახოთ ეს პოსტი. აღშფოთებული მასკი წერს ასეთი გიჟური ხარჯვის მქონე კანონ პროექტით, რომელიც სახელმწიფო ვალის ზღვარს რეკორდულ $5 ტრილიონამდე ზრდის, სრულიად ნათელია ჩვენ ერთპარტიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, რომელსაც ღორი პორკი ან კოჭი პორკივის როგორ მოსულს პარტია მართავს, აი ეს ემართება. მოკლედ ჩვენ უნდა შევქმნათ მეორე პარტია, დავარქვათ ამერიკული პარტია და ასე შემდეგ და ამის შემდეგ უკვე როდესაც სენატმა დაამტკიცა, აქ უკვე პირდაპირ დაეუმუქრა კონგრესის წევრებს, გვანახეთ მეორე სლაიდი, იქ პირდაპირ წერს, რომ მე შეიძლება ეს უკანასკნელი იყო, რასაც გავაკეთებ, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, დავაფინანსებ საარჩევნო კამპანიებს აი ამ პრაიმერიზზე ისე რომ ერთ-ერთი ეს კონგრესმენი რომელმაც მისცა ესე იგი ამ სენატორმა რომელიც ახლა კონგრესსაც მოუწევს რა თქმა უნდა კენჭის ხაზზე დაყენება რომელიც მის ამ ანტისახალხო ესე იგი კანონ პროექტს ეს თავისი ხმა ის
იმას შეუქმნით დიდ პრობლემებს. მოკლედ, აი ამის შემდეგ, რაც მასკმა ასე ელეგანტურად ტრამპი ღორს შეადარა და კონგრესმენებს დაემუქრა, აქ უკვე ესე იგი მოთმინების ფიალა აივსო ჩვენი ესე იგი ტრამპის დონალდის და მან დაწერა მიუძღვნა ვრცელი ასევე პოსტი, სადაც დაწერა რომ მასკმა მშვენივრად იცოდა რომ ვიყავი ელექტრომობილების ფეტიშიზაციის წინააღმდეგი ვინაიდან ყველას არ უნდა ეს ელექტრომობილი და რატომ უნდა და მოკლედ ყველა ეს დოტაცია შეწყდება და მოგიწევს ამ ქვეყნის დატოვება და დაბრუნება სამხრეთ აფრიკაში. აი ესეთი პირდაპირ მიწერა. აი ამ ყველაფრის ფონზე რამდენიმე დღის წინ ტილი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ერთ-ერთი ყველაზე როგორ ვთქვა, ესეთი გამოჩენილი წარმომადგენელი ამ სილიკონური ველის, ხო, ტექნოპარკის და საერთოდ ამ ტექნო ოლიგარქიის ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენელი აძლევს ინტერვიუს ერთ-ერთ პოდკასტს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ რამ საინტერესო, ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო. მოკლედ, თავარი პრობლემა, რაც მიაჩნია, რომ დღეს სოფლიოში არსებობს. და რა ბუნებრივია ჩვენ ახლა გენერალიზაციას რა თქმა უნდა, ეს ეხება მთელ სოფლიოს. ის ამბობს, რომ ჩვენ ვართ სტაგნაციაში კაცობრიობა. ეს სტაგნაცია დღეს არ დაწყებულა, ეს გრძელდება დაახლოებით ეს ციკლი 25 წლის განმავლობაში. რომ 25 წლის განმავლობაში თუ არ ჩავთვლით, რაღაცა გაჯეტებს, აი ამ მობილურ ტელეფონებს, კაცობრიობას თვისებრივად და პრინციპულად არაფერი ახალი არ მოუგონებია. ჩვენ ვდგევართ ერთ ადგილას. რომ მე მიმაჩნდა და აქვე უნდა აღენიშნოს, რომ ტილმა 2016 წელსაც დაუჭირა მხარი ტრამპს და ის იყო ერთადერთი გამოჩენილი წარმომადგენელი, სხვა დანარჩენი ყველა იყო დემოკრატებისკენ, მათ შორის მასკიც. ტილი აქტიურად ჩაერთო ტრამპის კამპანიაში და ტრამპთან ერთად დააფინანსა რამდენიმე სენატორი და კონგრესმენი და უნდა ითქვას, ყველა ეს სენატორი და კონგრესმენი გავიდა კონგრესში, სენატში, ბალთ წარმომადგენელში და სენატშიც. მათ შორის იყო ჯიდი ვენსი, რომელიც დღეს არის ვიცე-პრეზიდენტი. და ეს პოდკასტერი, ანუ ის რა ქვია, ინტერვიუერი, რომელიც არსებობდა ამ ინტერვიუს, პირდაპირ თქვა, რომ ჯიდი ვენსი ხო თქვი, მოკლედ ეს პოლიშინელის ყველა ვიცის ამის შესახებ, რომ ჯიდი ვენსი არის ტილის ადამიანი, ხო? და როდესაც ის ეკითხებოდა აი ამ მიზეზებს თუ რატომ დაუჭირა მხარი ტრამპს, მან თქვა, რომ ჩვენ ის რომ ტრამპმა თქვა, რომ მოდით კვლავ დაუბრუნოთ ეს იდეადე ამერიკას, ამით მან აღიარა ფაქტი, რომ ჩვენ აღარა ვართ დიადიერი. და სწორედ ამას უკავშირებდა იმას, რომ ესე იგი ამერიკას მათ შორის იმყოფებოდა მათ შორის ტექნოლოგიურ სტაგნაციაში. და ტრამპმა ყოველ შემთხვევაში თქვა სიმართლე და ჩვენს ქონდა გარკვეული იმედები ამასთან დაკავშირებით. როდესაც ის ეკითხებოდა, არის თუ არა დღეს კმაყოფილი, აქაც ძალიან ფრთხილი, ძალიან ნეიტრალური, არა ისეთი რადიკალური როგორც მასკი, მაგრამ კითხოს კი ამ აყურებელს არ გაუჭირდებოდა ის გაგება, რომ ტილი რა თქმა უნდა უკმაყოფილოა მასკით. იმით რომ მან ის უარს ამბობს ყველა დიდ პროექტზე პრაქტიკულად, აი მაგალითად მარსის ათვისებაზე. ტილი ამბობს, რომ მასკსაც აღარ ჯერა რომ ის განახორციელებს ამ პროექტს და სხვა იდეებით არის გატაცებული, მაგალითად დიდი კუნძულების შექმნით ოკეანეში. მაგრამ აი ეს საუბარი, ეს იმედგაცრუება, ეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ სტაგნაციაში და ჩვენ ვერ ბედავთ კიდევ ერთი ტექნოლოგიური გარღვევის განხორციელებას და შემდეგ უკვე გადადის იმაზე, რომ თავარი საფრთხე არის მსოფლიოს საიდუმლო მთავრობა, რომელიც დააწესებს დიქტატს და რომელიც დაამყარებს ტოტალურ კონტროლს საზოგადოებას. ეს არის ძალიან ორიგინალური ინტერპრეტაცია ადამიანისგან, რომელსაც თვითონ ბრალსდებენ იმაში, რომ ის ცდილობს საიდუმლო მთავრობის შექმნას. უბრალოდ სხვაობა იმაშია, რომ ტილი აქ ადანაშაულებს სახელმწიფოების
შეთქმულებას, სახელმწიფოთა შორის შექმნილ საიდუმლო მთავრობას და ამაში ხედავს პრობლემას. და მაგალითად, იქ როდესაც ანტიქრისტეზე არის საუბარი, ის ამბობს, რომ აი დღევანდელი მეტაფორა მოკლედ ამ ანტიქრისტ არის გრეტა თუნბერგი. და როდესაც გაოგნებული ესე იგი ეს რეპორტერი ეკითხება რატომ ის ამბობს ასახელებს შემდეგ ფაქტორებს. აი ნახეთ, გადახედეთ ამბობს სტილი ევროპას. დღეს ევროპას აქვს 3 პროექტი. ეს არის მწვანე პროექტი, ეს არის შარიათის პროექტი, ამბობს ის და მესამე ეს არის კომუნისტური პროექტი. ანუ ეს უკიდურესად მემარცხენე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შარიათის და კომუნისტური პროექტი ბევრად უფრო ჩამორჩება მწვანე დღის წესრიგს, რომელსაც დღესაც ესე იგი რომლის დღესაც განხორციელებას ცდილობენ ევროპაში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ეგრე არ ხდება, პირიქით. მაგრამ მოდით ეს ფენომენიც გავიხსენოთ. როდის გარჩა გრეტა? ალბერ გორი აგებს მარცხდება არჩევნებში ჯორჯ ბუშთან. ჩვენ ვიცით, რომ ეს არჩევნები მას წაართვეს, მოგება წაართვეს. ფლორიდაში ხდებოდა ბოლო ეს გადათვლა, ამაზე ფილმებიც არის, ბევრი არის დაწერილი. მოკლედ ჯეფ ბუშის მეშვეობი, რომელიც მაშინ ფლორიდის გუბერნატორი იყო, უზრუნველყო თავის მის გამარჯვება. შემდეგ ალბერ გორი იღებს ნობელის პრემიას. ნობელის პრემიას ამ კლიმატური დოქტრინის შესახებ, რომელიც იყო, ხო, რომელიც ეხებოდა ამ გლობალური ათმობის თეორიას და ამ საშიშროებას და ის რო ეკოლოგიას უნდა მივხედოთ და კიოტოს პროტოკოლს აწერდნენ ხელს და ტრამპის სხვათა შორის გამოდიოდა პერიოდულად, მაგრამ რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ მაგალითად ანგელა მერკელმა აიღო და ატომური ენერგეტიკა გერმანიაში გააუქმა. და დღეს რასაც ცდილობს ეს ახალი გერმანიის მთავრობა პირიქით. რეინდუსტრიალიზაცია და ატომის დაბრუნება და სიმძლავრეების გაზრდა. მოკლედ, მწვანე დღის წესრიგი, რომელიც გასგვეუბნება კაცობრიობას. მოდით შევეშვათ ამ, ესე იგი, ტილის ინტერპრეტაციით სახიფათო თამაშ ტექნოლოგიებთან. მოდით შევაჩეროთ ტექნოლოგიური პროგრესი, მოდით მივხედოთ ეკოლოგიას და ტილს მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის შეთქმულება, სწორედ ეს არის, აქ არის ანტიქრისტეს მოსვლა და კიდევ ერთ რამეს ამბობს, აქ ესე იგი ოპოზიციას ძალიან გაუხარდებოდა, უბრალოდ ოპოზიციას სხვა რაღაცებით არის დაკავებული. ის ამბობს, რომ ანტიქრისტეს თავარი მესიჯი ის ბიბლიიდან ამოიკითხა, არის მშვიდობა და უსაფრთხოება. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არანაირი მშვიდობა არ იყოს, რომ კაცობრიობამ რაღაც გარკვეული რისკები გაიღოს, არ ამბობს რისთვის და წავიდეთ წინ. აი მოდით მე მაინტერესებს ესე იგი და ხო ეს კიდევ ერთხელ ეს არის შემთხვევითი რომ ტილის და მასკის გამოსვლა სინქრონულად ხდება ეს არის მთავარი ტექნოლოგიური კი არა ინტელექტუალური ბირთვი რომელიც იდგა ტრამპს შორის და არა მხოლოდ ტექნოლოგიური და ინტელექტუალური აქ ზანდით ფინანსურ რესურსებს არის საუბარი ხო რომელიც ჩაიდო ტრამპის კამპანიაში მოკლედ ჩვენ უკვე ვხედავთ აქ აშკარა დაპირისპირებას ორი გავლენიანი ფრთის რომელიც არსებობს მაგაში აი ესე ვთქვა ტექნოლოგიური ტექნო-ოლიგარქიული ესე იგი PayPal მაფია რაც გინდათ ის დავარქვათ და ესე იგი ტრამპი თავის არ ვიცი ვისთან თავის დეველოპერებთან ალბათ სხვა ვიყავს ხო მოდით ესე იგი როგორ იგებთ აი ამ ტილის აი ამ გაფრთხილებას რატომ არის უკმაყოფილო და რატომ ალაპარაკდა საიდუმლო მთავრობაზე რატომ აბრალებს ამ საიდუმლო მთავრობას იმას რომ ისინი შეეცდებიან ტოტალური კონტროლის დაწესებას რატომ ალაპარაკდა ანტიქრისტეს მოსვლაზე და რატომ აირჩია ესეთი კომიკური და საწყალი პერსონაჟი როგორიც არის გრეტა ხო აი მოდით ეს ყველაფერი თქვენი მოშაზრებები მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით ვინ დაიწყებს აირჩიეთ ზაზდა მთელი ამბავი არის ის რომ პიტერ ტილი პოზიციონერებს როგორც კონსერვატორი კათოლიკე და უნდა ითქვას რომ საკმაოდ განათლებული კაცია და მარტო ვენსი და ტილი არ უნდა მოვიაზროთ ამ სამკუთხედში არის კიდე კათოლიკე ფილოსოფოსი დენინ რომელიც ეს არის ძალიან პოპულარული და თვითონ
ვენსიანოს ეს არის მისი მასწავლებელი. ასევე ტილიც არის მოხიბლული ამ ფილოსოფოსით და უნდა ითქვას, რომ საზოგადოდ მწვანე ეკონომიკა და მწვანე აჯენდა დიდი ხანიერას გააზრებული აქვს გარკვეული ქრისტიანული პოზიციიდან, როგორც წარმართული და პაგანისტური თემა. ეს კათოლიკური დენომინაციების მიერ? ესე იგი, არიან კათოლიკე ფილოსოფოსები, არა მარტო კათოლიკე, მართლმადიდებელი, ტრადიციონალისტი, მართლმადიდებელი და კათოლიკე მოაზროვნეები, რომლებიც ეკოლოგიის თემას განიხილავენ როგორც წარმართულ თემას, როდესაც ბუნება და დედამიწა დგება უფრო მაღლა, ვინმე ადამიანი. იმიტომ რომ ქრისტიანული ტრადიციული დოქტრინის თანახმად ადამიანი რა თქმა უნდა არ არის პატრონი ბუნების, მას ღმერთმა ეს ჩააბარა, მაგრამ ყველა კნელებაზე მაღლა ადამიანი დგას ღვთაებრივი პოზიციიდან და არა ბუნება, რომელიც არის მის სამსახურში. მეორე მომენტია, რომ არ უნდა გამოიყენოს მტაცებლურად ადამიანმა ეს. მაგრამ აქ არის კიდე ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომელსაც ხშირად არ ემახვილებენ ხოლმე ყურადღებას. როდესაც გორმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა ნობელის პრემია როცა აიღო, მან ჩამოყალიბა კიდე ერთი მომენტი შემოიტანა კონცეპტუალური ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დედაბუნება. დედაბუნება ქართულად კარგად ჟღერს, მაგრამ დედამიწა ბუნება როგორც ქალღმერთი, რომელშიც ქრისტიანებმა აშკარად ამოიკითხეს წარმართული პაგანისტური ელემენტი, რის გამოც როცა ტილი ამბობს, რომ ეს მწვანე ეკოლოგია, მწვანე აჯენდა არის დაკავშირებული ანტიქრისტესთან, გულისხმობს სწორედ იმ პაგანისტურ მომენტს, რომელიც თავის დროზე დაამარცხა ქრისტიანობამ და რომელსაც დროდადრო რომელთანაც ბრძოლა მას უწევს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მშვიდობა და უსაფრთხოება ეს რა თქმა უნდა არის ციტატა. ეს ცნობილი ახალი აღთქმისებული ფრაზის, როცა გაიგებთ რომ როცა გაიგებთ სიტყვას მშვიდობა და უსაფრთხოება, სწორედ მაშინ მიგრება ყველაფერი. და კიდე ერთი მომენტი, რომელიც აქვე უნდა გავითვალისწინოთ, ძალიან პოპულარული რუსი ფილოსოფოსი, აი ამ წრეებში და არა მარტო სხვა შორის ვატიკანშიც, ეს არის რუსი ფილოსოფოსი გასული საუკუნის, რომელიც 1900 წელს გარდაიცვალა, ვლადიმერ სერგეევიჩ სალოვეევი. არა გვერდს ვლადიმერ რუდოლფოვიჩ სალოვეევი. ვლადიმერ სალოვეევის უკანასკნელი ნაშრომი ეს არის საუბრები ომის პროგრესისა და სოფლიო ისტორიის დასასრულის შესახებ. სოფლიო ისტორიის დასასრულის თემა და იქ არის ჩართული ეს მოთხრობა, მცირე მოთხრობა ანტიქრისტეზე. სადაც დადგმას კი მაქვს ნანახი. კი, კრისტიპოიუმ დადგა რამ 1-2 წლის წინ, რა 5 საათიანი ფილმია, სადაც სწორედ ამ სულ დიალოგია. სულ დიალოგია. თვითონ ეს მოთხრობა არის ეს ძალიან მოკლედ რო ვთქვა, შინაარსი ესეთი, რომ დიდი მსოფლიო ომების შემდეგ ეს მოქმედება ხდება 21 საუკუნეში, როცა ამას მე-19 საუკუნეში წერდა ვლადიმერ მომავალში 21 საუკუნეში გადაიტანა, დიდი მსოფლიო ომების შემდეგ დგება ეს პერიოდი, როდესაც მოდის ადამიანი, რომელსაც მოქვს სამშვიდობო აჯენდა და ყველას დაარწმუნებს, გააერთიანებს, შეიქმნება მსოფლიო მართლაც ერთიანი მსოფლიო მთავრობა, რომლის ხელმძღვანელი თვითონ არის, მას იმპერატორის ტიტულსაც ანიჭებენ და თან ეს არის ძალიან ჰუმანისტური იდეალები აქვს მას, ლაპარაკობს არ ცხოველთა უფლებების დამცველიც არის, ვეგეტარიანელი და ასე შემდეგ. და ეს მაშინ მე-19 საუკუნის ბოლოს ეს რაღაცები ძალიან დიდი იშვიათობა იყო და ბევრს მიაჩნია მათ შორის აი მაგალითად კათოლიკე თეოლოგებსაც მათ შორის გარდაცულ კარდინალ ბიფის მიეჩნდა და ბევრსაც მიეჩნია კათოლიკე ეკლესიის კარდინალებში, რომ სალოვეევი იყო ნამდვილი წინასწარმეტყველი, რომელმაც მართლაც გააჩვენა ეს. და სწორედ მშვიდობისა და საყოველთაო ყოველივეს გაერთიანების სახელით მოვა მის დაწერ ტრაქტატს და მხოლოდ 1-2 ადამიანი დაინახავს, რომ არა დაინახავენ, რომ ქრისტე ნახსენები არ არის. მაგრამ კაცმა კარგი საქმე გააკეთოს და თურმე ეს არის ანტიქრისტე. აი სწორედ ამაზე აპელირება ტილს და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ტექნიკისა და ტექნოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა მწვანე აჯენდის მეშვეობით მას ეს წარმოუდგენია როგორც სწორედ ანტიქრისტეს პროექტი, ხოლო ტექნოლოგიების განვითარება
სწორედ და ტრანსჰუმანიზმი, როგორც სწორედ ქრისტიანული პროექტი, რის გამოც ისაუბრებს, რომ რა არის ცუდი ტრანსჰუმანიზმში, ამ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ აღმოსავლური ქრისტიანობა ხო პირდაპირ ლაპარაკობსო ხორცელ აღდგომაზეო, რომ რა მნიშვნელობა გვამოს რა რის მეშვეობით დავდგებითო ხორციც ისეთივე ღირებულება, როგორც სული და ლაპარაკია ადამიანის მთლიან აღდგომაზე, როგორც ხორცელ, ასევე სული, იმიტომ რომ როგორც ეს მართლაც არის, როდესაც პავლე მოციქული ამბობს, დააღდგება ხორცი მშვენიერი, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანის აღდგომა გულისხმობს არა მხოლოდ სულის უკვდავებას, არამედ აღდგომას როგორც ერთიან ტრინიტარულ არსებას, რომელშიც არის ხორცი, სამშვენიერი და სული. Ну, ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული გამოხმაურება, ძალიან ბევრმა და პრინციპში ორთოდოქსული პოზიციიდან შევხედოთ ამას, გინდა კათოლიკური, გინდა მართლმადიდებლური, თავისთავად ეს რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ფილოსოფიურად აბსურდია, მეორე მხრივ ერესია, იმიტომ რომ ტრანსჰუმანური არსება წარმოიდგინო, როცა ხდება საყოველთაო აღდგომა, ეს ამას ახორციელებს ღვთისნებით ხდება ეს და ღმერთი აღადგენს. როგორც მამამ აღადგინა ქრისტე, ქრისტე აღადგენს და მოვლით აღდგომასა მკვეთრით და ცხოვრებასა მერმისსა მისაუგუნესასა. ხო? ანუ იგულისხმება, რომ ეს ახალი ზეცა, ახალი მიწა, ახალი ადამიანი ეს არის ღვთისნება და ბიბლის ახალი წაკითხვაა. ღვთისნება და არა დაუშვათ ტილისა და მასკის და სხვა ტექნოკრატების მიერ გახორციელებული პროექტი, რომელიც უფრო შეიძლება შევადაროთ ფრანკენშტაინის ტიპის პროექტი და აქვე შეგახსენებთ მერი შელის ამ რომანს მეორე სათავე ფრანკენშტაინი, ანუ ახალი პრომეთე. ანუ როგორც პრომეთემ შექმნა ადამიანი ანტიკური გამომდინარე ხო და ტექნოლოგიები ასევე ხელოვნური ადამიანი უნდა შექმნას ადამიანმა. ამ აზრით ესეთი გადააზრება, რომ მე ერთადერთი რაც გამიგია მსგავსი ტიპის, რომ აი ქრისტიანობა და ტრანსჰუმანიზმი ერთმანეთს ემთხვევა, თავის დროზე რას ჰეგელმა გააკეთა, რომ განმარტოვებოდა ქრისტიანობა, აბსოლუტური იდეა და ქრისტიანული ღმერთი გაიგივე ერთი მეორესთან. რამდენი და ტილი ჰეგელი მე არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით აი ესე ვიტყვი. ხო, ის აღშფოთებას გამოთქვამდა ამის გამო ბუმერების თაობასაც, რომ ესე იგი ვერ ხო ხედავთ, რომ ვერ განხორციელდა ეს ხანგრძლივობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაგრძელების და უკვდავების პროექტი და რატომ არ გვაცლით. ანუ აქ ხო, აქ არის აქ. და კიდევ ერთი თემა დავუშვდა მასკის წინააღმდეგ, მასკისა და ტილის ეს დაპირისპირება, ეს ორი პროექტის. აქ არის კიდევ ერთი ტრამპის და მასკის. უკაცრავად ტრამპისა და მასკის დაპირისპირება და ხო ამავე დროს კიდევ აი ესეთი სკეპსისი კოსმოსის სისტემის მიმართ. ნუ აქ არის მეორე მომენტი, რაც აი 2003 წლიდან როდესაც პირველად ვიყავ შეერთებულ შტატებში ბერკლის უნივერსიტეტში როგორც მიწვეული. აი იქ პირველად ნახე ეს პრობლემა, რომ დადგა კოსმოსის პრობლემა, რომ აი საბჭოთა კავშირის დაანგრევამ, რომ გამოიწვია აი დიალექტიკური შეჯიბრის მომენტი მოიხსნა და ამერიკული კოსმოსიც უკან დაიწია და სხვა შორის ზუსტად მაშინ მოხდა ეს ჩელენჯერის შემდეგ კიდევ ერთი შატლი აფეთქდა იმ პერიოდში და 7 ადამიანი დაიღუპა, ძალიან ტრაგიკული მომენტი იყო და მე საბოლოოდ შატლზე უარი ითქვა. მერე გამოჩნდა მასკი, რომელიც თავისი რაღაც ახალი ტექნოლოგიებით ცდილობს, მაგრამ ნუ მთავარი იდეა რა არის, რომ კოსმოსი, რომელიც აი 80-იან წლებში გვიქადდა ისეთ განვითარებას, იმ პერიოდთან შედარებით ძალიან უკან დაიწია რუსული კოსმოსი მოგეხსენებათ რა ზონაზეც არის რუს კოსმოსი და მასკის ეს ეფექტური გაშვებები და ეს მარსის პროექტით ამ თვალსაზრისით მართლაც ბევრი ეჭვის ქვეშ აყენებს, რამდენად არის შესაძლებელი. სხვათა შორის, როდესაც ლაპარაკობენ პუტინისა და ტრამპის პირველ საუბარზე, რომელიც 2 საათნახევარი გაგრძელდა, ამ ანალიზის შედეგად რა, როცა არქტიკაზე იყო საუბარი, ხო, ორივე მხარემ რაღაცები მესიჯები გაახმოვანა, როგორც დღეს ვიტყვით, ხო? ნუ ბევრმა წარმოთქვა ესეთი აზრი ექსპერტმა, რომ ალბათ საერთო კოსმოსურ იდეაზეც არის ლაპარაკი, რომ მასკის ერთ-ერთი მთავარი იდეა რა არის, რომ ახლო კოსმოსის ათვისება, რადგანაც
განსხვავებით მეორე კონსპიროლოგიური თეორიისგან, უნდა პანდემიის მეშვეობით დავხოცოთ დაახლოებით 2/3 კაცობრიობის ეს კი არ უნდა გავაკეთოთ, არამედ ახლო კოსმოსში უნდა გავიდეთ და ავითვისოთ სხვა ყველაზე ახლო გალაქტიკის ათვისებას. გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი თემა ამას ბევრი ესეც შეიძლება კონსპიროლოგიაში შევყვანოთ ან არა, რომ ერთ-ერთი თემა საერთო პროექტებთან დაკავშირებით რუსეთის და ამერიკის ერთ-ერთი მთავარი თემა არის სწორედ ერთიანი კოსმოსური პროექტის ჩამოყალიბება. კი ბატონო, მაგრამ დღეს ვხედავ და ესეც იწვევს, რომ ესე იგი იქ მცირდება NASA-ს პროგრამები, მართალია იზრდება პენტაგონის ბიუჯეტი, რაც ასევე დიდ უკმაყოფილებას იწვევს, როგორც ჩანს, მასკში, მასკმა გამოხატა და ტილშიც. ამდენად, კი ბატონო, აქ ბევრი რამ შეიძლება ვიხილოთ ბოლოში ამასთან დაკავშირებით. გურამ, შენ რას ფიქრობ, შეთვის რითი არის საინტერესო ეს კონფლიქტი და ტილის ეს ინტერვიუ და მისი ეს კონცეფცია მისი. ნუ დავიწყოთ იმითი, რასაც შეეხეთ უკვე ეგრეთ წოდებულ მწვანე პროექტს. სხვათა შორის დღეს წავიკითხე, რომ პარიზში უკვე ქუჩაში მოწევაც აიგრძალება ისეთი თავშეყრის ადგილზე, სადაც შეიძლება ბავშვები იყვნენ, ხო? ამიტომ კაცობრიობას, როცა მილიარდებზეა ლაპარაკი, ბუნებრივია ჭირდება რაღაცა იდეა, თუნდაც ეს იყოს უტოპია იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ გარკვეული საზრისი. ხო ესეა. თავის დროზე ამერიკა იყო სწორედ ესეთი მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში არსებობდა ეს, ვთქვათ, დოქტრინა რელიგიური, ქრისტიანობამ განსაზღვრა დასავლური ცივილიზაცია და ბუნებრივია, რომ აქ ლაპარაკი იყო მიღმა ცხოვრებაზე, ხო? მთელი მიწიერი ცხოვრება ეს არის მზადება სასუფევლისთვის და ეს არის როგორც ერთგვარი შუალედური ეტაპი. ამ ხრივ სამყარო იყო რაღაცნაირად მთლიანი და სრულფასოვანი და გასაგები იყო, მაგრამ სხვადასხვა პრობლემები გაჭირვება მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა და ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებამ, ბუნებრივია გააჩინა განმანათლებლობა და წარმოშვა ისეთი ცხოვრება, სადაც როგორც შუა საუკუნეების ავტორს უწერია, რომ ცხოვრება იყო ხანმოკლე, რაღაც დუხჭირი, ღატაკი და ძალიან ცუდად აღწევს ადამიანის ცხოვრებას. ანუ ჩვენ ასენელმა ალბათ იცის, რომ ძველად ადამიანის ცხოვრება მართლაც იყო ბევრად ხანმოკლე და ბუნებრივია, რომ იყო უამრავი ომი, ამ ომში ადამიანები იღუპებოდნენ. ძველი ადამიანის მენტალობა და დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ აბსოლუტურად სხვაგვარია და ბუნებრივად ეს ვთქვათ ქრისტიანული არსი და ეს რაღაცა დოქტრინა, ხო? ბევრად უფრო სიცოცხლის უნარიანი იყო მათთვის, ვიდრე შემდეგ, როდესაც გაიზარდა ხანგრძლივობა მაგალითად ცხოვრების და ტექნოლოგიამ შეაძლებელი გააუმჯობესა ცხოვრების ხარისხი. შემდეგ იწყება რაღაცა განმანათლებლობა და ასე შემდეგ და ყალიბდება უკვე სხვა დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. იგივე ეს ხდება, რა თქმა უნდა, ამერიკა ეს არის ერთ-ერთი ალბათ წარმატებული და შემდგარი პროექტი, როდესაც თომას ჯეფერსონი წერს თავისუფლების დეკლარაციის ტექსტს, ის იქ უკვე აყალიბებს ძირითად სწრაფობას, ხო, რომ ადამიანის შექმნილია თანასწორად და იმ უფლებებით, რომელიც მას დაბადებიდანვე დაჰყვა, მაგრამ მისი ცხოვრებას მთავარი უფლებები და საყრდენი ეს არის სიცოცხლის უფლება, სამართლიანობა და ბედნიერებისკენ სწრაფვა. ანუ ყველა შემოდის მხოლოდ მიწიერი განზომილებები, რისთვისაც ადამიანი უნდა ცხოვრდეს და ეს პროექტი გახდა რაღაც მიმზიდველი და შემკრები იქ მყოფი ადამიანებისთვის და რაც თავარია ეს იყო ერთგვარად სამართლიანობა. ანუ იქ შეიკრება ესეთი ადამიანები, სადაც კერძო მოწყობის პირობებში, კაპიტალის დაგროვების პირობებში, ხო? მათ ჰქონდათ სერიოზული უპირატესობა, იმიტომ რომ დემოკრატიული სისტემა ხო რა არის? შენ როდესაც ლაპარაკობს სულ თანასწორობას და უფლებრივ თანასწორობაზე, ხო, ყველა ადამიანი არის თანასწორი, თანაბარუფლებიანი, ესი არის შექმნილი და ასე შემდეგ. ყველაფერი თანასწორია, მაგრამ ამავე დროს ამას დაუმატებ ისეთ ინგრედიენტს, რაც ქვია კაპიტალიზმი, კერძო საკუთრების უფლება და გამდიდრება როგორც სათნოება, ბუნებრივი, არახელოვნური, ამეთ ბუნებრივი უპირატესობა გააჩნიათ იმათ, ვისაც აქვთ კაპიტალი. ნუ ეხლა ჩვენ აღარ წავიდეთ ამერიკის ისტორიაში და იმ რაღაცა ოლიგარქიულ მმართველობაში, რომელიც მუდმივად ახასიათდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მდიდარი ადამიანები და მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისში და მე-19-ის მიწურულში მართლა ძალიან ცოტა იყო ადამიანი, ის ძალიან მდიდარი ადამიანები, ხო, რაღაც უფრო ძალიან მორგანები, როკფელერები და ასე შემდეგ. მათთვის ხელისუფლება არის, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს და მართლაც დაქირავებული, ესე ვთქვათ, ხო? აი
ცნობილი ფრაზა ჩვენი გადახდილი გადასახადები და აქედან წარმოქმნილი ხელისუფლება. დესაკრალიზებულია ხელისუფლება და ამან მოიტანა ძალიან სერიოზული გამდრება, თუმცა გარკვეულწილად თანდათანობით უკვე რუზველტის შემდეგ იწყება დიდი დეპრესიის შემდეგ იწყება რაღაც შეზღუდვა და ხელისუფლების რაღაცნაირად გაზრდა და რაც თავარია ის აღმოჩნდა მის სიცოცხლის უნარიანობა განაპირობა იმან რომ ის აღმოჩნდა დაპირისპირებაში მეორე მნიშვნელოვან პროექტთან, რასაც ქვია აბსოლუტური ძალაუფლება ასევე თანასწორობის იდეით, ანუ საბჭოების იდეით გაჟღენთილი, რასაც ქვია საბჭოთა კავშირი, ხო, რომელიც იყო ბევრად ეფექტური და სახელმწიფოს კულტი იყო უფრო ძლიერი, სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ძლიერი და შესაბამისად მე-20 საუკუნემ ჯერ გალია სოფლიო ომებში ამ წესრიგის დამყარების თვალსაზრისით, შემდეგ კი აი ამ კონკურენციაში. მაგრამ დასრულდა ცივი ომი, ჩვენ მივედით რაღაც ერთგვარ გლობალისტურ სამყარომდე და ამასობაში ამერიკაში ჩამოყალიბდა ელიტები. ეს ელიტები, ძველი ელიტები, ეს სათავეს იღებს, რა თქმა უნდა, ევროპული არისტოკრატიიდანაც, შემდეგ ნიუ-იორკის ცნობილი 400 მდიდარი ოჯახის ჩამონათვალიდან და შემდეგ ბუნებრივად ის ერწყება ევროპულ დინასტიებს. მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც უკვე სამყაროში გლობალისტურმა იდეამ გაიმარჯვა, როდესაც თითქოს ისტორია დასრულდა, ხო, რაზეც ჩვენ ხშირად გვილაპარაკია, ბუნებრივია, რომ მასების მართვის და ახალი იდეის ჩამოყალიბებამ საჭიროებამ შვა ეს ეგრეთ წოდებული მწვანე პროექტი. დამოკიდებულება იმაზე, რომ ეხლა ეს სამყაროში რწმენა იმისი, რომ 64 დედამიწაზე შესაძლებელია. აი ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერა სწორედ აი ამ სულისკვეთებით არის. ხო გაჟღენთილი, ხო, რომ აი წარმოიდგინეთ, რომ არც რელიგია, არც ღმერთი, არც ომი, არაფერი არ არის და ჩვენ პრაქტიკულად ვცხოვრობთ 64-ში და მწვანე პოლიტიკა არის ამის გარეგნული გამოხატულება. ჩვენ არ ვაბინძურებთ, არაფერს არ ვაფუჭებთ, რაღაცა არსებობს სექსი როგორც სიამოვნება. აი მთელი ამ პაციფისტური ნარატივით წამოიზარდა მთელი თაობები, რომელმაც რა თქმა უნდა თავის პიკს მიაღწია ესეთი აუტიზმით შეპყრობილი ადამიანის სახეხატებაში, როგორც არის გრეტა თუნბერგი, რომელიც დღევანდელ ვითარებაში იქცა აბსოლუტურად კომიკურ პერსონაჟად და აგერ ჩვენამდეც კი ჩამოაღწია, ხო და აი ამ რაღაც გაცვეთილმა პერსონაჟმა. მაგრამ ამავე დროს აღმოჩნდა, რომ სოფლიოში გაჩნდა ახალი პროექტი. ეს არის ჰიბრიდი კაპიტალისტური ტექნოლოგიების მიღწევების, რომელსაც დიდხანს ითმინა, იწვალა, იმუშავა, მიიღო ეს შეკვეთები და გამდრდა და კომუნისტური მემკვიდრეობის, რაც ქვია სახელმწიფოს პრიმატი, ესე ვთქვათ, და ჩვენ მივიღეთ ჩინეთი სრულიად რაღაცა კოსმოსური ტემპის ზრდით და სერიოზული კონკურენტი, რომელიც მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით კი არ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტად მოვიაზროთ, არამედ იდეოლოგიური თვალსაზრისითაც საერთოდ სხვა სამყაროა და თან ჩინეთი, რომელმაც საჩვენა, რომ საფრთხე იმისი, რომ მან შეიძლება რაღაცა მილიტარიზმიც დაიწყოს არსებობს, მაგრამ მას აქვს ტექნოლოგიური უპირატესობა ერთი და მას უკვე გააჩნია სერიოზულად არის მსოფლიო აღმოჩნდა დამოკიდებული ჩინეთზე და მის წარმოებაზე. აი ამ პირობებში ამერიკის ტექნოკრატიულმა ელიტამ მიხვდა, რომ პროექტი ამერიკა მათ უნდა დახურონ თუ რა გააკეთონ, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან, რომ მნიშვნელოვნად დაირღვა ბალანსი და კონკურენტიანობა იქ აღარ არსებობს, ხო? ანუ აი ეს რაღაცა ლიბერალური დოქტრინებით და მწვანე პოლიტიკის სულისკვეთებით გაჟღენთილი პალესტინის დროშებით საკუთრივ პალესტინას ბუნებრივი არაფერს ვერ ჭიდა ტრაგედიას რაც იქ ხდება, მაგრამ აი ამის როგორც ერთგვარ პოლიტიკურ მანიფესტად დასავლეთში მქცევი სტუდენტებით მომავალი მას არაფერს სასარგებლოს არ უქადის, ხო? ამიტომ დაიწყო ეს პროცესი ამ ტექნოკრატების, რასაც ქვია ეს იარვინის დოქტრინა, იგივე პიტერ ტილი, რომელთაც გამოიყენეს დონალდ ტრამპის ეს რთული მომენტი იმისათვის, რომ ხელისუფლებაში გარკვეულწილად შეეღწიათ და მასზე ზეგავლენა ქონდათ. ნუ ტრამპი არის ამ არჩევნის წინაშე, იმიტომ რომ ის ცდილობს ერთდროულად ორ სკამზე ჯდომას, რომ ერთგვარად ის ძველ ელიტასაც მოემსახუროს და კოჭი გაუგოროს, მაგრამ მეორეს მხრივად დავალებული არის ამ ახალი ტექნოკრატებისგან, რომელთაც სულს ამერიკის ტრანსფორმაცია, ამ კორპორატიული მმართველობის კიდევ უფრო წახალისება, ახალი იდეის გაჩენა იმისათვის, რომ ეს ადამიანები რაღაცა სურვილით აანთონ და რომელიც ასევე რა თქმა უნდა მიწიერია და ასევე არის თვალისწინებთ სასופველოს, იმიტომ რომ მარსის ათვისება ეს აბსოლუტური утоპია, რომელიც დღეს ესე ჩანს და ალბათ არც ოდესღაც შეიძლება მთვარეზე გაფრენაც ესე ჩანდა. თუმცა ფილმებში მაინც ჯერ იყო ასახული, ხო, ერთ-ერთი პირველი კინემატოგრაფიული ნიმუში სწორედ მთვარეზე გაფრენაა, ისევე როგორც ჩვენც შეჩეული ვართ ვიზუალურად, რომ არსებობს ფილმი მეხუთე ელემენტი და რაღაცა ბევრ ნიშანს ვხედავთ, რომ ეს მომავალი შეიძლება მოახლოვდეს. აი ამ იდეის კულტივირებას ისინი ცდილობენ, რომ მათ გარკვეულწილად გარდაქმნან
ამერიკული საზოგადოება და დონალდ ტრამპს გააჩნია ერთგვარი ყინულმჭრელის როლი. ჩვენ ხედავთ რაღაცა მიღწევს. დღეს არის დღე, როდესაც მაგალითად USAID უკვე თლიანად დაიხურა, ხო და იქ პირდაპირ არის შეფასებული, რომ ამოწურა ამან თავი, იმიტომ რომ ის პოლიტიკური დატვირთვა იმ კეთილშობილების მიღმა რაც იდგა, ბოლოს როდის მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია? დაახლოებით 10 წლის წინ ხო სადღაც იმაში, ყირგიზეთში თუ სად იყო. ანუ ის ვეღარ ახერხებს ამავე დროს მან გამოზარდა ესეთი NGO პლანქტონი. ჩავარდა. ხო, წარუმატებელი NGO პლანქტონი, რომელიც უკვე ისეთი ბიუროკრატია, რომელიც უკვე თავისი არსებობისთვის ჭირდება, მას მუდმივად იგონებს რაღაცა თემებს, რომ მიიღოს ეს შეკვეთები და ეს ამერიკული რაღაც ფული მოიხუროს. ეს პროექტი ფაქტიურად ყველას ინტერესშია, რეალურად. ვინც აკრიტიკებს, იმის ინტერესშიც არის უკვე ამის დახურვა და ბუნებრივია მთელი ესე გამოზრდილი კოჰორტები დღეს დარჩნენ აი ამ ფუნქციის გარეშე, მაგრამ ამერიკა ეს არის სახელმწიფო, ეს არის სამოთხე კაპიტალიზმისთვის და ის ვინც ამას ითვლის და ვისაც ეს ხედვები აქვს, ბუნებრივია რომ მათთვის ეს დანაკარგი მხოლოდ რიცხვებია, მეტი არაფერი. ისინი იწყებენ აბსოლუტურად ახალ პროექტს და ეს არის ტრამპის ეს პრეზიდენტობა არის მთლიანად გარდამტეხი პერიოდი ამისათვის და საინტერესო როგორ გაგრძელდება. აი მაგალითად ირანის ოპერაციაში ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა, ხო? იმიტომ რომ თითქოს მან სიტყვით ბაქიბუქი მოვისმინეთ, თითქოს მან დაარტყა, სინამდვილეში ვერც ვერაფერი ისეთი ვერ დაარტყა, ამით ისრაელის გააჩინა და საერთოდ ტრამპის ეს საინფორმაციო ხმაური და მეგომანიაკალიზმის მიღმა დამალული ბუნება კიდე სრულიად სხვა ხაზებს და დამოკიდებულებებს შეიცავს, მაგრამ ეს მაინც არის გარდამავალი და გარდამტეხი პერიოდი, რომელიც მובაც უნდა დავინახოთ სხვა ინტერესს, მაგრამ აქ ჩვენთვის რაც ყველაზე მეტად გრავიტაციულად ჩვენზე მოქმედებს, ეს არის ევროპის დამოკიდებულება, გაჟღენთილი ერთის მხრივ აი ამ ძველი ელიტით, რომელიც ჯერ კიდე სათავეს იღებს ამ არისტოკრატიული ოჯახებიდან და მათი იმ პოლიტიკით, რომ აი ამ პირობებში და მეორე მსოფლიო ომი და ჩერჩილის როლი ეს ყველაზე ნათელი მაგალითია, რომ პატარა სახელმწიფო ზომით ამ ორ მონსტრს შორის როგორ უნდა დაეკავებინა თავისი ადგილი და ეპოვნა თავისი როლი იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად მსოფლიოს ინაწილებდნენ. ხო, ეს იყო რაღაც აი ამ ჩერჩილიანიზმის კულტურას ხედავთ, თუმცა ძალიან ბევრად უფრო კომიკური პერსონაჟების შესრულებით, რომელთაგან ერთ-ერთმა ყველაზე უფრო ნათელმა სახემ, მრავალგზის უკვე სკანდალში გახვეულმა, შეიძლება ითქვას გარკვეულწილად ცოლის მონა ემანუელ მაკრონმა დაურეკა გუშინ მოკიდა ხელი 3 წლიანი პაუზის შემდეგ ტელეფონს და დარეკა აი შენ რო იძახი რომ გაისმა ზარი deep state-დან აი მართლა გაისმა გუშინ ზარი deep state-დან ამჯერად უკვე მოსკოვში და კი deep state-დან გნოლი აფრინდა მოსკოვშიც კი არა საქმე ის ბოლოს როდესაც ქონდა ცდელობა და ეს გააფრთხილა რომ დარეკვას აპირებდა პუტინთან იქ უპასუხეს რომ არ აიღებს ხო და ეს ხო და ამჯერად აიღო იმიტომ რომ რაღაცა ეს არის გამოსავლის ძიება და აქ ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენი ეს გადაცემის ეს დღევანდელი თემა ბრძოლა ამერიკისთვის ამას დავარქვათ ვინ გაიმარჯვებს რა ძალები გაიმარჯვებს ამერიკაში აი ეს ძალიან კარგად თქვი ამ ყველაფერიდან ამ ჩვენი ამ ლაპარაკიდან გამომდინარე ყველაზე მთავარი საკითხი რაც დგება აი ამ კონსპიროლოგიებისა და მომავლის მოდი ესე ვთქვათ ლაპარაკი რა მომავლის რამდენიმე სცენარი არსებობს სურათზე ხო ალტერნატიული სურათებია ყველაზე საინტერესო რა არის რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გადავხედოთ და ვთქვათ რატომ ჩავარდა მაინც ტრანსნაციონალური პროექტი გლობალისტური პროექტი ტრანსნაციონალების ხო აი დღევანდელი გადასახედიდან ძალიან კარგად ჩანს რომ ტრანსნაციონალური გლობალისტური პროექტის რწმენა დაკარგა არამხოლოდ ჩვეულებრივმა ხალხმა, თქვათ ასე, არამედ ტექნოკრატებმაც. აქ მოხდა სხვადასხვა, აი ჩემთვის მაგალითად რატო არის საინტერესო ტელის ეს ინტერვიუ. არა იმდენად რა იდეები აქვს მას აღმოსავლურ ქრისტიანობასთან და ეკლესიის მამებთან დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცნაირად მას აქვს სწორი ინტუიცია. ის რომ გლობალიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი რაზეც იდგა გლობალიზმით, სერიოზული პროექტი. მართლაც იყო ეს მწვანე ეკონომიკა და მწვანე სხვა არაფერი არ იყო მაგაში ასაკი. არა, კიდე რამდენიმე მომენტია, მოდი ესე ვთქვათ, მარტო ეს არ არის. ერთი ეს ადამიანის ახალი ანთროპოლოგია, მეორე ძალიან სერიოზული. ტილი ცდილობს ამ ახალი ანთროპოლოგიის გადააზრებას. ხო? ეს რაღაცნაირად გავს, თუ გახსოვთ მიშელ უელბეკის ელემენტარული ნაწილაკების ფინალი. სადაც რა ხდება? რომ სექსუალობა საერთოდ ქრება. ქრება და ორგანოებიც ქრება. ყველაფერი ქრება და ეს არის თავის დროზე ანტონე ნარტოს ჰქონდა ესეთი კონცეფტი
ტანი თუ სხეული ორგანოების გარეშე. მე 60-იან წლებში ძალიან აიტაცეს იმ პერიოდში ძალიან პოპულარულმა ფილოსოფოსებმა დელეზმა და გვატარემ. და დღეს ხდება ძალიან საინტერესო მომენტი რა თვალსაზრისით, რომ როდესაც ის ლაპარაკობს, აი რატომ არის მნიშვნელოვანია ქრისტიანობა, თან მას გულწრფელად გონია რომ ქრისტიანია. და მარტო პოზიციონერებს როგორც მაგრამ შენ თქვის არ იყოს როგორც შენ ცნობილი ფრაზა ასეულებს ოსკარ უაილდზე, ესევე შეგიძლია თქვა პიტერ ტილზე, რომ ის არის ნამდვილი კონსერვატორი კათოლიკე და ის ჩვენსკენ არის. ის ჩვენსკენ. ან შეიძლება არ არის. ის ჩვენსკენ არ არის. რატომ არ არის ჩვენსკენ? ისევ ვიმეორებ, აი ამ გარკვეული ფაფის გამო, რომელიც არის მის თავში, სადაც არეულია ერთმანეთში. ღია ჰომოსექსუალისტია თან არ და ღია ჰომოსექსუალია. ხო, მაგრამ კარგი, მაგას გერმანიის თავი ფაშისტი არის ასევე ეს არის ეპოქისთვის დამახასიათებელი, მაგრამ მე ხა სანამ ცოტა დრო დაგვჭა კიდე პატარა ფინალს გავაკეთებ. ამერიკა პრაქტიკულად გარკვეულწილად გადის ეხა იმ ფაზას, რაც რუსეთის იმპერიამ გაიარა მე-20 საუკუნის დასაწყისში. აი ეს პატარა ძლევამოსილი ომის სახე, როცა პატარა SVO, ხო, კიდე სხვა არის, მაგრამ პატარა SVO-ს ჩატარება როცა უნდოდა რუსეთის იმპერიას იაპონიაში, ამის მსგავსი იყო ეს რაღაცა იგივე მსგავსი ერაყში, ავღანეთში, სადაც ავღანეთში ეს პრაქტიკულად ჩარჩა, ეს ომები ნახეს, რატო ეხმიანება იმას, რომ ეს ტრანსნაციონალური პროექტი არ გამოდის, იმიტომ რომ დემოკრატიის ძალისმიერმა ექსპორტმა არ იმუშავა და იქ სადაც ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა, ყველა მიხვდა იმას, თუ ამის უკან რა დღის წესრიგი იდგა და პრაქტიკულად ყველგან განხორციელდა საზოგადოებამ გარკვეულწილად უკან დაიბრუნა, ხო, ეს რაღაც მიღწევა ის წარმატებული ხავერდოვანი რევოლუცია არც არ მომხდარა, ხო, თუ არ ჩავთვლით ევროპის შუაგულ კონტინენტს, ახლა და 99 წლის პრაღას და იმაში რომ უბრალოდ ხო, ევროპამ ტერიტორიული თვალსაზრისით გაიფართოვა უბრალოდ თავისი საზღვრები. უკრაინაში მაიდანის სხვათა შორის ბოლო 2000 ზუსტად იგივენაირად ხდება ეხლაც ამერიკაში. ეხლა როცა თავის დროზე ვაშინგტონიდან უყურებდნენ მოსკოვს, რომ გადადგა მეფე შემდეგ ვინ გაიმარჯვებს, მოხდა უკვე ჯერ თეთრი რევოლუცია, შემდეგ წითელი რევოლუცია, სამოქალაქო ომი და ეს იყო ტრანსფორმაცია, საიდანაც დაიბადა ახალი სახელმწიფო, რომელიც გახდა მათი კონკურენტი. დღეს უკვე აქედან უყურებთ ჩვენ ვაშინგტონს და ბრძოლას, უკვე ძალიან ცხელ ბრძოლას თავისი კლიმატური კატასტროფებით ამერიკაში და რა მოუვა ამერიკას იმისათვის, რომ ის როგორ შეინარჩუნებს აი ამ პოლუსის ფუნქციას. მოკლედ აქ არის კიდევ ერთი მომენტი, შენ კი ამბობ, რომ ამ ლიბერალებს რაღაც თავისი ახალი ანთროპოლოგიური პროექტი ჰქონდა და მართლაც მე ის მახსენდება, როდესაც ფუკუიამა მას შემდეგ რაც ესე იგი, ნუ რა ვიცი, სარკაზმის დაცინვის და ის ობიექტი არ გახდა მას შემდეგ რაც ეს ისტორიის დასასრული დაწერა. შემდეგ გამოაქვეყნა მეორე წიგნი ჩვენი პოსტ ადამიანური მომავალი და ეგ უკვე თქვა, არა, მე ტექნოლოგიებს გულისხმობდი. აი ხარირიც მსგავს რაღაცას გულისხმობდა, მაგრამ იქაც იყო ძიება, მაგრამ თავარი, როდესაც ახლა რეტროსპექტიულად მახსენდება, ხო, აი პოსტ გლობალური პროექტი გარდა აი ამ მწვანედ კოხტად მოწყობილი სახლისა თანაც არა ყველასათვის, იმიტომ რომ ეხლა იცით რა არის, მოდით შევამციროთ ჩვენ ხორცის წარმოება, მოდით თქვენ მიირთვით ჭიები, იქაც საკმარისი ცილა, საკმარისი რაოდენობით, ხო? შენ ხვდები რომ ეს პროექტი არაფერს არ გთავაზობდა. აი ესეთი დიდი კოსმოსური იდეები, რაც გააჩნია ტილს, რაც გააჩნია მასკს, ზრუნვა მომავალზე, კაცობრიობის და ესეთი ანუ იმდენად მერკანტილური იყო, რომ აი მერკანტილიზმში ეს ბანალური რაღაცა კოდი ხო განვითარების არ აძლევდა აი ამის საშუალებას ლიბერალურ. მე გლობალიზმზე ვამბობ. და ამ თვალსაზრისით ეს მართლაც საინტერესოა და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, შეხშირად ამბობ. შენ მართალი ხარ იმაში, რომ გლობალისტური პროექტი მართლაც საშუალოდ მერკანტილური იყო, ძალიან ზედ და მასკის პროექტი რაც არ უნდა იყოს უტოპიური, მაშინ არის რაღაცა ისეთი, როგორ გითხრა, იცი, ზე იდეა არსებობს. თავისთავად ის რომ ადამიანი big idea არსებობს რა. თავისთავად ის რომ ადამიანი უნდა დაეუფლოს კოსმოსს,
ეს ამაში არის რაღაცა ამაღლებული. იმიტომ რომ ეს ადამიანი სხვანაირი ხდება და ის ადამიანი სხვა ცივილიზაციას, იქ სხვათა შორის ამ ინტერვიუში არის ის, როდესაც მასკი ელაპარაკტილი ახდენს აღწერას იმ სცენის, როდესაც შეხვდა ასევე ერთ ტექნოკრატს, რომელიც ზე ადამიანური სუპერ რაღაცა ხელოვნური ინტელექტის შექმნით არის დაკავებული და მას კი ამბობს რომ მე უბრალოდ ჩემს ადამიანებთან ერთად გადასახლდები მარსზე და შეგეშვებით და თქვენ შემეშვით და ისე მეუბნება აი ის ჩემი ზე ადამიანური ინტელექტი რომელიც შეიქმნება შენ დაგეწევა მარსზე და ვერაფერი ვერ უპასუხა მასკმა მოკლედ აი ეს რაც ისი თქმას გვინდათ ბოლოს უბრალოდ მე ძალიან ხშირად მაქსენდება შენ ამბობ რომ დადგება დრო, როდესაც ერთის მხრივ საზრის ამ საკრალურ ადამიანი დაკარგავს, ეს შეიძლება ქრისტიანობაც ვიგულისხმოთ ამაში და ასე შემდეგ, სამაგრად მას შერჩება რაღაც ტექნოლოგიები. და ეს პრინციპში რაც ვიხილეთ დანელიას ქინძაძაში, როდესაც მან გადაიღო, აი ეს საფრთხეც ხომ არ არის ძალიან მოკლედ. წინასწარმეტყველური არის რომ იქ არის ორი რამ ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ ეგრეთ წოდებული მაგიური ტალანტები, ზე ინტელექტუალური, მეორე მხრივ ტექნოლოგია და მესამე ბუნება საერთოდ არ არსებობს. და როდესაც ერთ-ერთ გედევანი პერსონაჟი ამსვა წამოდით ჩვენ წყლები გვაქვს და ოკეანები და ძიკარი ბარბაროსები ანუ ბუნება ბარბაროსობა ისინი ის მომენტი ამიტომ საჭიროა რაღაცა ბალანსი ნორმალური დამოკიდებულება ბუნებისადმი და ნორმალური დამოკიდებულება ტექნოლოგიებისადმი. როდესაც ჩვენ ვიცით რომ ტექნოლოგიები ეს არის მხოლოდ იარაღი და არა მიზანი და ბუნებაც არის იარაღი, ოღონდ კარგი გაგებით ვამბობ ხო არა მტაცებლური დამოკიდებულება, არამედ ბუნება რომელიც ადამიანს უნდა ემსახურებოდეს მართლაც და რაღაც გარკვეული აზრით ადამიანის ბუნებიდან არის გამოსული. აი ეს რაღაც ბალანსი არის აუცილებელი. და რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს უკტავება, ესეც არის. იმიტომ ჩემი აზრით უკტავება იმ თავით ანტიქრისტული თუ უკტავებაში ტრანსცენდენტური მომენტი არ არის, მაშინ ის არის აბსოლუტურად ხო, აქ ხორცელ უკტავებაზე არის საუბარი. ის არის ან უტოპიური ან თქვათ ასე პირდაპირ გაგებით ანტიქრისტიანული. ამავე დროს შენ გვარს ვერაფრით ვეღარ ვიხსენებ, ხა მე-20 საუკუნის დასაწყისის, ანუ დიდი მოსაზრება არსებობს, რომ ესენი იდეებს მასკი, სხვები იღებენ იდეებს, აი მე-20 საუკუნის დასაწყისის ცნობილი აქ საბჭოთა კავშირში ფუძემდებლური ამ კოსმოსის და ციოლკოვსკის იდეებიდან არის აღებული ძალიან ბევრი რამე აღებული, განსაკუთრებით მასკს კი ბატონო. კოსმოსური და ხო მასკის ხშირად უფრო ადრე ნიკოლაი ფიოდოროვი, სადაც არის ძალიან უცნაურად რაღაცნაირი გადაძახილი ტილთან. მე არ მგონია რომ იმიტომ რომ ნიკოლაი ფიოდოროვიჩ ლაპარაკობდა აღდგენაზე, ადამიანებს აღდგენება, ქართულად ესე უნდა იყოს, ბასკესენი ვასკრესენი. კაი, დღევანდელი გადაცემა დავავთავროთ ხო და დაველოდოთ როგორ გამვითარდება ადამიანის ტრანსჰუმანიზმის პროცესი. შემდეგ კვირაში შეიძლება ტილმა უკვე გვაჩვენოს პირველი ტრანსჰუმანური არსება. კი ბატონო, ვადევნოთ თვალყური აი ამ ესე იგი კონფლიქტს ტექნოკრატებისა და ტრამპს შორის, ასევე ეს განვითარება ამ იდეების არის ძალიან საინტერესო, თუმცა არაფერი ქრისტიანობასთან რაღაცა ის საერთო არ აქვს. თუმცა მაგას უნდა გვაჩვენებ. გემშვიდობებით მე პირად პარასკევამდე, ხოლო ჩვენ აი ამ შემადგენლობით შეხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. კარგად ბრძანდებოდეთ, მეგობრებო.